კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ბიძინა კვერნაძეს წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან 2 საათზე გამოასვენებენ. კომპოზიტორი 82 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 8 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ჩვენი უდიდესი საქართველოს მოღვაწე ბიძინა კვერნაძე იქნება გამოსვენდება სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც გადაიხსნება პანაშვიდი მისი სულის მოსახსენებლად და დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წირვაზე მოიხსენია მისი სული და შევედრა უფალს, რომ მისი სული დაკიდრებული იყო სათავსაშორისოში. მე დავწერე საქართველოს რესპუბლიკაში არის შენი პატრიარქი და იქ ხაზე ყველაფერი წერია. იგი ადამიანია, დიდი კომპოზიტორი, შესაძლოა ოჯახის პატრონი და ქართული ხალხი დიდი დანაკლისია მიუსაჯენ ქართულ ხალხს. იმ დიდ გლოვასთან ერთად, რომელსაც მისული დღეს საქართველოს ჩვენი სიახლოველი ბედნიერებიც ვართ, იმიტომ რომ იშვიათად წასულა ერისკაცთაგან ისეთი ადამიანი, ისეთი პიროვნება ისე გამარჯვებული, როგორც ბატონი ბიძინა კვერნაძე და ბრძანდება წარსულში მასზე შეუძლებელია ლაპარაკი. დარწმუნებულია, რომ ჩვენმა მართლმადიდებლებს თავებას ყოველთვის ეყოლება ეს უდიდესი შემოქმედი და უდიდესი პიროვნება და ეს ყოველთვის სულთა და უნწიფული და ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ბიძინა კვერნაძეს 2 საათზე გამოასვენებენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან. პოლონური მედიის ცნობით პროკურატურა იაროსლავ კაჩინსკის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით 27 ივლისს დაკითხავს. ადვოკატის განცხადებით, თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ნათესავების ნაწილი უკვე დაიკითხა. პროკურატურას აინტერესებს, იციან თუ არა მათ ისეთი დეტალები, რაც გამოძიებას დაეხმარება. ამასთან ნათესავებს საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის გაცემის შესახებ ინფორმაციასაც მიაწვდიან. იაროსლავ კაჩინსკის ადვოკატის თქმით კი კომპენსაციის გაცემაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ უცნობია ვის ეკისრება ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც 97 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლის თავისადმი მიწვლიურ ღონისძიებაზე დასასრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალ პოლარულ სამყაროში. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჰაფინგტონ პოსტის ჟურნალისტი ლეონ ადარი. პროდასავლური საქართველოს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირებს აძლიერებს. მოსკოვთან შეერთებული შტატების ურთიერთობის განმუხტვა საქართველოს და მის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში იმ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაება, რაც მოსკოვის მხრიდან საქართველოს ორი რესპუბლიკის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით დასრულდა. ამიტომ როგორც ნიუსვიკი ასვნის არ არის გასაკვირი, რომ თბილისი თავს იზღვევს, როდესაც რეგიონში ახალ მეგობრებს იძენს. მათ შორის ირანს და ახლო აღმოსავლეთის მეორე ძლიერ სახელმწიფო თურქეთს, რომლის პოლიტიკას თეირანის მიმართ ვაშინგტონისთვის ცალკე გაკვირვების საგანია. ყველა შემთხვევაში ის მოსაზრება, რომ ამერიკული ჰეგემონია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობა და ამიტომ ვაშინგტონმა ევროპაში უნდა გააფართოვოს მისი სამხედრო ვალდებულებები, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, აღმოსავლეთ აზიაში და ზოგადად ყველგან ძალიან არაპრაქტიკული ამერიკას არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ ეს ამბიციური როლი შეასრულოს და უსარგებლოა თუ კი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ბოლოდროინდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ. შეერთებული შტატები მსოფლიოს არ უნდა დაშორდეს, მაგრამ მის ზოგიერთ ნაწილთან კონსტრუქციული გამიჯვნის პოლიტიკით ამერიკა შესძლებდა როგორც საკუთარი თავის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს დახმარებას, წერს ჰაფინგტონ პოსტი, რომელსაც Foreign Press აქვეყნებს. საჯარო აღსრულების სამინისტროში ცოდნა გამსახურდიას მოწამვლის ინფორმაციას უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ ფართს, თითქოს თანამშრომელმა ცოდნა გამსახურდიას მოწამლული წვნიანი მიუტანეს და აცდუნეს. საჯარო აღსრულების სამინისტროში არც გამსახურდიას შიმშილობის ფართს ადასტურებენ.
ხათუნა კალმახელიძის სამინისტრო ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამსახურდიას პროვოკაცია მოუწყვეს. მოწამლული წვნიანი აჭამეს და შიმშილობა დაარღვევინეს, რამაც პატიმრის არაადეკვატურობა და აგრძნებულობა გამოიწვია. ბექაური ამბობს იმასაც, რომ გამსახურდიამ საკვები ერთჯერადად მიიღო და ის ახლაც აგრძელებს შიმშილობას. უკანონო მსჯავრდებული, უკანონო პატიმარი ცოტნე გამსახურდია მიმდინარე წლის 3 მაისიდან შიმშილობდა პერმანენტულად. დღეისათვის მისი მდგომარეობა არის ფატალურ შედეგამდე მისული. ჩვენ ვაყენებთ საკითხს იმდაგვარად, რომ დაუყონებლივ იქნეს გადაყვანილი ცოტნე გამსახურდია სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ჩაუტარდეს მას აბსოლუტურად სისხლის გამოკვლევიდან დაწყებული ყველა სახის გამოკვლევა, ვინაიდან დიდი ეჭვი არსებობს, რომ მასზე იმოქმედეს სხვადასხვა აკრძალული მედიკამენტებით, რაც არ შეიძლება და დაუშვებელია და რაც იწვევს ესე იგი პატიმრის ფსიქიკურ აგზნებას. ცერებრალური დამბლითა და ასმით დაავადებულ 12 წლის ნიკა ქრივიშვილს სასწრაფო მკურნალობისთვის 3000 евро ესაჭიროება. ნიკა დედასთან ერთად ჯითიას ქუჩაზე მდებარე საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს. ბავშვს ესაჭიროება სუნთქვის აპარატი. დედა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს. მე და ჩემი შვილი, ნიკა ქრივიშვილი, ვცხოვრობთ თავშესაფარში 2004 წლიდან. ნიკუშა არის უნარ შეზღუდული, დაბადებიდან ინვალიდი, ცერებრალური დამბლით. განსაკუთრებით ჩვენი დიდი პრობლემა და ჩემი ესეთი აღელვება გამოიწვია ნიკას მძიმე ავადმყოფობა მეხლა, თან დაერთო უკვე მძიმესენი, ეს არის ასთმა. გუშინ ექიმები მოვიდნენ, სასუნთქი აპარატი უნდა ჩაგვერთო და ნიკა უნდა ყოფილიყო აპარატით სახლში და ელექტროენერგია გათიშული დახვდა. ვიწვალებთ ხოვე ტელეფონით ვემუდარე მხოლოდ ორშაბათამდე. მე ორშაბათს დილით განწირულია ჩემი შვილი, ისევ სჭირდება ეს ჟანგბადის მიწოდება და ნიკას ეს არ ექნება. 3000 ევროში ჩვენ ამას შევძლებთ. ბოლოა ეს ნიკასთვის. ნიკას აცი ოპერაცია არ გაუკეთდება. საპატრიარქოს თავშესაფარში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ, მათ თავშესაფარში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ აქვთ. ოჯახები ეზოში არსებული წყლის ერთი ონკანით სარგებლობენ, არ არსებობს სველი წერტილები. თავშესაფარში სულ 22 ოჯახი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა მარტოხელა, დედები და ბავშვები არიან. შუქი არა გვაქვს 2 წელია. 2 წელი არა გვაქვს ზუსტად. და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ახლა ვართ საერთოდ უპატრონოთ აბსოლუტურად. არანაირად არც გაზი, ერთი ონკანი გვაქვს ეზოში. 22 ოჯახი ვართ და 22 ოჯახი ცხოვრობს ერთი ონკანით. რა მინდა რომ მქონდეს კომპიუტერი, მინდა რომ მქონდეს და ტელევიზორი და შუქი მინდა რომ მქონდეს. 35 ყოველში მე-4 კლასში გადავედი და ყველასე მაგათ მინდა რომ მქონდეს შუქი. სინოპტიკოსები ხვალი და ნამიდის შეცვლას ვარაუდობენ. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლის შედეგად ჯერ დასავლეთ საქართველოში აგრილდება, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოში. უმეტეს რაიონებში იქნება წვიმაც. ცვალებადი ამინდი 20 ივლისამდე შენარჩუნდება. საქართველოს ამინდს განაპირობებს ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან ამომავალი ცხელი ჰაერის მასები. ამიტომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეს სიცხეები გაგრძელდება. და სკვერებში შადრეულებთან ახერხებენ გაგრილებას, ვიდრე ქალაქიდან გასვლას მოახერხებენ, ხშირად სტუმრობენ კუს ტბას, ლისის ტბას და თბილისის ზღვას. თითქმის არნახული სიცხეებია. ხშირად არის სიცხე, მაგრამ ასე გადაბმული ამდენი ხნის განმავლობაში იშვიათად არის ხოლმე. ძალიან ვრცელა და აი შადრევნებზე მოვედით ცოტა გასაგრილებლად. ძალიან ძიმე სიცხეებია, მოკლედ ძლივს უძლებთ ამ სიცხეებს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ სადაც ცოტა მეტი სიგრილია და შადრევნებთან მომყავს ბავშვი რა. მოკლედ ყველანაირად ვებრძვით ამ სიცხეებს.